საუკუნის ქორწილი, ასე უწოდა საერთაშორისო მედიამ ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილს, რომელიც ვენეციაში 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ცერემონიაზე 250-მდე სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ჰოლივუდის ვარსკვლავები. როგორც უცხოური მედია წერს, ლორენ სანჩესმა 27-მდე კაბა გამოიცვალა. საინტერესო დეტალები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცის ქორწილიდან ჩვენმა ჟურნალისტმა ნინ ტაველიძემ გააერთიანა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. ვნახოთ სიუჟეტი. 27 კაბა, 3დღიანი ზეიმი, კერძო თვითმფრინავები, სპეციალურად ქორწილისთვის დახურული ვენეცია, მაღალი დონის სასტუმროები, მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნები, გაძლიერებული დაცვა, მსოფლიო ვარსკვლავების სტუმრებს შორის და ადგილობრივების პროტესტი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ჯეფ ბეზოსისა და მისი რჩეულის, ლორენ სანჩესის გახმაურებული ქორწილია. როიტერის ინფორმაციით, ამაზონის დამფუძნებელმა და მისმა მეუღლემ ცერემონიისთვის სავარაუდოდ 47-დან 56 მილიონ დოლარამდე დახარჯეს. როგორც გამოცემა CNN-ი წერს, 3დღიანი ზეიმი 26 ივნისს ვენეციაში, მადონა დელ ორტოს ეკლესიის მიმდებარედ დაიწყო. ჯეფ ბეზოსმა და სანჩესმა სტუმრებისთვის გლამურული წვეულება გამართეს, რომელიც ამინდის გამო მალევე დასრულდა. ლორენ სკიაპარელის 2025 წლის გაზაფხულის ზაფხულის ოდ კუტიურ კოლექციიდან შერჩეული ყვავილებით გაფორმებული კაბა ეცვა. BBC-ს ცნობით, ბეზოსმა და სანჩესმა ხელი ამერიკაში ჯერ კიდევ 1 თვის წინ მოაწერეს და ვენეციაში გამართული წვეულებები მხოლოდ ცერემონიულ ხასიათს ატარებდა. წყვილმა საქორწილო ხელშეკრულებაც გააფორმა, რომლის მიხედვითაც ქორწილამდე შეძენილი ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბეზოსი 254 მილიარდი დოლარის ქონების დაცვას სწორედ ამ ხელშეკრულებით აპირებს. ქორწილის მთავარი ცერემონია 27 ივნისს სან-ჯორჯო მაჯორეს კუნძულზე გაიმართა. როგორც გამოცემა People-ი წერს, ღონისძიებას მუსიკალურად ანდრია ბოჩელის ვაჟი, მატეო ბოჩელი აფორმებდა. სანჩესმა არჩევანი დოლჩე და გაბანას საქორწილო კაბაზე შეაჩერა. როგორც პატარძალმა განაცხადა, მისი შექმნის ინსპირაცია სოფი ლორენის კაბა გახდა, რომელიც მსახიობს 1958 წელს. ფილმში სახელწოდებით მცურავი სახლი ეცვა. ჯერჯერობით კაბის რეალური ღირებულება უცნობია. გამოცემა Harper's Bazaar-ის ინფორმაციით, სანჩესის საქორწილო სამოსს 900 საათის განმავლობაში ხელით ქმნიდნენ. საზოგადოების ყურადღება მიიპყრო სანჩესის ბეჭდებმაც. პატარძალს 20 და 45 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდები ეკეთა, რომელთა ღირებულებაც 2-დან 4 მილიონ დოლარამდე მერყეობს. კაბის შერჩევაზე ბევრი ვიფიქრე. თავიდან ვფიქრობდი, რომ თანამედროვე სტილის უნდა ყოფილიყო. შემდეგ აზრი შევიცვალე. შემდეგ რაღაც განსაკუთრებულის ძებნა დავიწყე. 1950-იანი წლების თითქმის ყველა საპატარძლო კაბა ვნახე. ყველაზე დიდი ყურადღება კი სოფი ლორენის ამ სამოსმა მიიქცია, რომელიც მას ერთ-ერთ ფილმში აცვია. დავინახე თუ არა ჩემს თავს ვუთხარი, ლორენ. ეს სწორედ ისაა, რასაც ეძებდი. ვიცი ხალხი ასეთ დახურულ კაბას არ ელოდა და ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო. გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, წყვილმა ქორწილისთვის სასტუმრო სახელწოდებით ამანი, სადაც ერთი ღამის გატარება 4000 ევროდან იწყება, სრულად იქირავა. აღსანიშნავია, რომ წლების წინ ქორწილისთვის სწორედ ეს სასტუმრო დაჯავშნეს ამალ და ჯორჯ კლუნებმა. ცერემონიაზე 250-მდე სტუმარი, მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ჰოლივუდის ვარსკვლავები იყვნენ მიწვეული. ქორწილს დაეწრნენ კარდაშიან ჯენერები, ლეონარდო დიკაპრიო, ვიტორია ჩერედი, ბილ გეიტსი, ივანკა ტრამპი მეუღლესთან ერთად, ოპრა უინფრი, ორლანდო ბლუმი და სხვები. სტუმრებისთვის წყლის ტაქსებით გადასაადგილებლად ბეზოსმა 270,000-მდე დოლარი გადაიხადა და ვენეციის 5 ყველაზე მდიდრული სასტუმრო დაჯავშნა. ქორწილს არ ესწრებოდა კეტი პერი, რომელთან ერთადაც სანჩესმა კოსმოსში იმოგზაურა. მომღერალი ავსტრალიაში მუსიკალური ტურნეს ფარგლებში იმყოფება. იტალიური მედიის ცნობით, წყვილმა ქორწილისთვის 3 მიშლენის მქონე შეფ-მზარეული, ფაბრიციო მელინო დაიქირავა, რომლის მომსახურებაც მათ 1 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ასევე მათ ყველა სტუმარს ადგილობრივი პროდუქტებისა და ტკბილეულის ასორტიმენტი დაახვედრეს, რომელიც ვენეციის ერთ-ერთმა უძველესმა საცხობმა დაამზადა. ქორწილი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივები იახტებისა და კერძო თვითმფრინავების უეცარი შემოდინებით გარემოსთვის მიყენებულ ზიანს აპროტესტებდნენ. ისინი ბეზოს ამ სიტყვებით მიმართავდნენ. თუ ქორწილისთვის ვენეციის დაქირავება შეგიძლია, გადასახადების სახით მეტის გადახდაც უნდა შეძლო.
პროტესტის გამო ქორწილის ერთ-ერთი ლოკაცია შეიცვალა. სამდღიანი ზეიმი 28 ივნისს ვენეციის ცენტრში გამართული წვეულებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ცერემონია ოდნავ მოშორებით ვენეციის არსენალში გაიმართა. გამოცემა ვოგის ცნობით სანჩესმა ბოლო დღეს ვერსაჩეს ვარდისფერი კაბა მოირგო, როგორც ფიფოლი წერს, წვეულება მუსიკალურად აშერმა გააფორმა. Deutsche Welle-ის ინფორმაციით სანჩესმა 3 დღის განმავლობაში 27-მდე კაბა გამოიცვალა. უმეტესობა მათგანის ფოტო-ვიდეო მასალა ამ ეტაპზე არ მოიპოვება. ასევე წყვილმა სტუმრებისთვის საღამორების, ეგრეთ წოდებული პიჟამა ფართიც გამართა. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცემა CNN-მა მოსაწვევის ფოტოც გაასაჯაროვა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. მოსაწვევი თეთრი ფერის ქაღალდზეა დაბეჭდილი და მასზე ფერადი პეპლები, მტრედები, ვენეციის არხები, გონდოლები და ბუმბულებია გამოსახული. სოციალური ქსელის მომხმარებლების თქმით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანისგან უფრო დახვეწილ დიზაინს ელოდნენ. ყურადღება მიიქცია მოსაწვევზე დაბეჭდილმა ტექსტმაც. ბეზოსი და სანჩესი სტუმრებს თხოვენ საჩუქრებისგან თავი შეიკავონ. სანაცვლოდ კი მოუწოდებენ თანხა ვენეციის იუნესკოს ოფისის დასახმარებლად გადარიცხონ. თავად წყვილმა ვენეციის სამ ინსტიტუტს 3 მილიონი ევრო შესწირა. საუკუნის ქორწილი დასრულდა. ვენეციაში კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია დაიწერა. სანახაობრივი, ხმაურიანი და ემოციებით სავსე. ქორწილი, რომლის გახსენებასაც საზოგადოება კიდევ დიდხანს განაგრძობს. როგორც წყვილის გულშემატკივრები ამბობენ, ეს ამბავია ორ ადამიანზე, რომლებმაც თავიანთი სიყვარული ნამდვილ ზღაპრად აქციეს.